აბრეშუმის მუზეუმი ძალიან საინტერესო პროექტის პარტნიორია, ეს არის ჰორიზონტი ევროპის პროექტი, სახელწოდებით არაქნე, რომლის ფარგლებშიც არის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები დაგეგმილი, მაგრამ ერთ-ერთი დროებითი გამოფენა, რომელსაც მასპინძლობთ ამ წლის ბოლომდე, არის აბრეშუმის ქრონიკები პადუადან საბჭოთა ეპოქამდე. და რა შუაში არის პადუა და საბჭოთა პერიოდი საერთოდ, ხო? დამთვალიერებელი ამ ყველაფერს გაეცნობა ძალიან საინტერესო მასალით, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში იქნა აღმოჩენილი მუზეუმში და პირველად გამოიფინა. ეს გახლავთ ინფოგრაფიკები, საინტერესო ვიზუალური მასალა პოსტერების სახით, რომელიც ხელით იყო შექმნილი და შემდგომ დაბეჭდილი. გვაქვს უფრო ადრეული პერიოდი პადუადან და შემდგომ უკვე სააგიტაციო პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, პლაკატები საბჭოთა კავშირის დროინდელი, რომელიც ასახავს თუ რამდენად მოსახლეობაზე და მოსახლეობის ჩართულობაზე იყო ორიენტირებული ეს დარგი და როგორი ვიზუალური ენით ელაპარაკებოდა იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, მეაბრეშუმეობის დარგის სპეციალისტი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ დარგში უფრო მეტწილად ცოდნა შეეძინათ, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა და გარდა ამ პოსტერებისა დამთვალიერებელი იმავე პერიოდის უკვე საარქივო მასალასაც გაეცნობა. ეს არის ფილმები, ასევე ფოტოკოლექციები, რომელიც არის მოძრავი გამოსახულება, ამ გამოფენის ერთ-ერთი კომპონენტი. გარდა მოძრავი გამოსახულებისა, გვაქვს ასევე დამთვალიერებლის ინტერაქციული კუთხე, სადაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი შთაბეჭდილება, მეხსიერება, ანაბეჭდი დაუტოვოს მუზეუმს აბრეშუმთან დაკავშირებით.